მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე წარმოგიდგენთ ჩვენი კოლექციის ახალ თამაშს. ეს გახლავთ Clank deck building game. მისი დიზაინერი გახლავთ Paul Dini, ხოლო გამომცემლობა Renegade Games Studio და ასევე Dire Wolf. Clank-ის თამაში შეუძლია 2-დან 4 მოთამაშეს. 60 წუთი არის თელესესიის ხანგრძლივობა და 13+ აქვს ასაკი. როგორც სათაურში ვიწერია, Clank-ი არის deck building თამაში და თუ თქვენ გახსოვთ ჩვენი ვიდეოებიდან deck building თამაშები, მაგალითად როგორც არის Marvel Legendary, ზღაპროსნები და ძალიან ბევრი კიდე. გახსენდებათ, რომ ჩვენ გვაქვს 10 პარათი, ვირიგებთ 5-ს, ყოველ ცვლაზე თამაშობს და ამ პარათზე მოცემულ სიმბოლოებს ვაგროვებთ, ამ სიმბოლოებს სხვადასხვა მოქმედებებს ვაკეთებთ, ანახეთ ტექსტსაც ახორციელებთ და მერე ვყიდრობთ ახალ პარათებს და ამით ვცდილობთ, რომ მოკლედ საუკეთესო პარათები დაგვიგროვდეს ხელში. თამაშის შინაარსობრივი მხარე საკმაოდ საინტერესო არის. ჩვენ წარმოვადგენთ ასე ვთქვათ ქურდებს, ეს არის ციხესიმაგრე, დრაკონის დანჯენი, ასე ვთქვათ, რომელშიც ჩვენ ჩავძვრეთ, ვიპოვოთ განძები, რომლებიც მოცემული არის აი აქ. და შემდეგ დავბრუნდეთ ისევ ზედაპირზე და სასახლიდან გავიბაროთ. თუმცა Clank-ი მტოქია თამაშს, რომ ჩვენ ამ სასახლეში გადაადგილებისას გამოვცემთ ხმას, Clank, ესეთ ხმებს, ხან წავაბორძგდებით, ხან რაღაცა მეტალს დავეჯახებით, ხან რაღაცა აშღარუნდება და მოკლედ ამ ყოველ Clank-ზე დრაკონი შეიძლება გამოიღვიძოს და დრაკონის გამოღვიძების შედეგად ვიღაცას უკბინოს დრაკონმა, ან რა ვიცი, ცეცხლი შეაფქვიოს და მოკლედ ჩვენი სიცოცხლეებით მოცემული არის აი ქვემოთ, როგორც კი ავა აი ამ ნიშნულზე ჩვენ გამოვეთიშებით თამაშს. თამაში თავდება იმ შემთხვევაში, როდესაც მოთამაშეს სხვა აღარ აქვს, ასე ვთქვათ, ეს შეიძლება მოხდეს ორი შემთხვევაში, ერთი თუ ის გავიდა სასახლიდან და მეორე თუ ის შეიძრა დრაკონმა. ბორცს აქვს ორი მხარე, ერთ მხარეზე შედარებით მარტივი ნაწილია და დღეჩანს აქვს, მეორე მხარეზე ღამეჩანს და შედარებით რთული არის. როგორც ხედავთ, გადაადგილება ხდება აი ამ თეთრი ხაზებით და ამ ხაზებზე მოცემულია სხვადასხვა სიმბოლოები, მონსტრის და ნაბიჯების. ამათზე მოგვიანებით ვიტყვი, უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მისიაა, რომ აუცილებლად ავიღოთ ერთი არტეფაქტი, მაინც არტეფაქტები არის სხვადასხვა ქულიანები, ახლა ხან ორი მოთამაშეზე არ გაშლილი ორი არტეფაქტი შედარებით შესაბამისად ამოღებულია რენდომზე, მაგრამ არის 5 ქულიანი, 20 ქულიანი, 10 ქულიანი, 7 ქულიანი, 15 ქულიანი, 25 ქულიანი და 30 ქულიანი. თქვენი გასაწყვეტი რა თქმა უნდა, რომელ არტეფაქტს აიღებთ, თუმცა შედარებით დაბალი ქულიანების ზემოთ არის განთავსებული და 30 ქულიანი ყველაზე ქვევით არის, ყველაზე რთულად მიღწევადი უბრალოდ ასე რომ ვთქვათ. როგორ უნდა მოვიგოთ, უნდა გადავადგინდეთ, ავიღოთ არტეფაქტი, მერე დავბრუნდეთ. არტეფაქტის გარეშე უკან ვერ დავბრუნდებით და არ შეგვიძლია ერთზე მეტი არტეფაქტი ავიღოთ, თუ რა თქმა უნდა რაღაც თამაშის წესები არ გვიწვის ამ მოცემულობას. როდესაც არტეფაქტს ავიღებთ, შეგვიძლია აგრევე გავიქცეთ ზევით. თუ ჩვენ ავწვდით აი ამ ზედაპირს, ანუ მიწის ზედაპირს თუ ავწვდით და მაინც მოკლა დრაკონმა, ჩვენ სოფლის მაცხოვრებლები დავაბრუნებენ სასახლის გარეთ, ასე ვთქვათ, და უბრალოდ დამატებით ვერ მივიღებთ 20 ქულას აი ამ ტოკენს, თორე ისე ჩვენ დაგროვებულ ქულებს, თამაშის ნომერს დაგროვებულ ქულებს ჩვეულებრივად დავითვლით, მაგრამ თუ ჩვენ მოვასწრებთ და გავედით გარეთ საერთოდ, მაშინ პლუს 20 ქულას მივიღებთ. თუმცა თუ ჩვენ მოვყდით ქვემოთ მიწის ქვეშ, მაშინ ყველა ჩვენი დაგროვებული ქულა ნულდება და თამამისად ვეღარ გავიმარჯვებთ თამაში. ანუ რისკის მენეჯმენტია, მარტივად ვთქვათ. ასევე მოცემულია თამაში სხვადასხვა რაღაც განზეულობები და სხვადასხვა ბონუსები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ, როდესაც ჩვენ შევალთ შესაბამის დილეგებში. ასევე კიდე არის მოცემული 3 მაიმუნის განძი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ 5 ქულიანები და კიდე დამატებითი ნივთები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია აი ამ მარკეტში ვიყიდოთ, რომელიც გახსნილი არის, როგორც ხედავთ, დილეგის სიღრმეებში. თამაშის განმავლობაში, როგორც ვთქვით, ვიყიდრობთ ახალ პარათებს, ასევე შეგვიძლია რომ დავამართოთ ხოლმე ალგიზე გამეფებული მონსტრები, რომლებიც მოგცემენ დამატებით ქულებს. ფული ამ თამაში იგივე ფულა არის, ფულებს ვიღებთ, როგორც ვთქვით, მონსტრების დამარცხებით და სხვა ეფექტებით და ეს ფულებია, თუმცა ამ ფულებით ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ აი ეს დამატებითი ნივთები. როდესაც ჩვენ ვირიგებთ 10 პარათიდან 5-ს,
ბარათებს თამაშობთ ყველას. ანუ თუ ხელში გვაქვს რამე ბარათი და ხელში ბარათს ვერ ვიტოვებთ, ვერ ვიტყვით რომ ამ ბარათს თამაში არ მინდა, ყველა ვარიანტი უნდა ვითამაშოთ. როგორც ხედავთ, საწყის დასტავში არის 6 burgle, რომლებიც თითოეულ მათგანი გვაძლევს მხოლოდ ერთ გავლენას. ამ გავლენებით ვყიდულობთ ახალ ბარათებს. გვაქვს ასევე sidestep-ი, რომელიც გვაძლევს ფეხს და ასევე გვაქვს scramble, რომელიც არის გავლენა და ფეხი და ფეხი ნიშნავს ამდენი ფეხიც მაქვს, იმდენი მოძრაობა შემილია, ანუ რეალურად მე თუ მექნებოდა ეს ორი ბარათი, მე შემეძლო ჯერ შემოსულიყავი ამ დილეგში, აი ეს ზაგამევლო და მე გამოსულიყავი აი აქ. და ამით შემისვა მორჩებოდა. რაც შეეხება stumbles, ორი stumble გვაქვს, რომელიც გვაძლევს ორივე პლუს 1 clanks, როდესაც ჩვენ ვიღებთ clanks ნებისმიერი ეფექტით, ჩვენ ვიღებთ ჩვენი ფერის კუბებს და რამდენი clank-ის დავაგენერირეთ, იმდენ ვდებთ აი ამ საერთო მარაგში. თამაშს უწევეთ, პირველი მოთამაშე იღებს თავის სფერის კუბებს და დებს 3-ს იქ, მეორე მოთამაშე 2-ს, მესამე მოთამაშე 1-ს და მეხუთე მოთამაშე არაფერს არ დებს და ეს კუბები ძალიან მნიშვნელოვანია თამაშის მექანიკისთვის, რადგან აქ გროვდება ჩვენი ხმაურის შედეგად გამოცებული clank-ები. ჩემს პირველ ხელში მე მქონდა 2 stumble და შესაბამისად დავამატე 2 clank-ი იქ, ხოლო ასევე მქონდა 3 burgle და შესაბამისად მე შემიძლია ვიყიდო ბარათი, რომელიც ღირს 3 გავლენა, მაგალითად, აი ეს Cleric of the Sun-ი, როგორც ხედავთ, 3-ია მისი ღირებულება, 1 კულას მაძლევს, 2 გავლენას და 1 ხმას. ასევე ხვდებით, ხანდახან აწერია ხოლმე acquire-ზე, ანუ ეჯერადად რას მივიღებ, როდესაც მას ვიყიდი. ეს 5 ღირს, მაგრამ 3 ფეხი ერთმანეთს ვერ გავწევი და 3 კულა. ეს 4 ღირებულება ვერ ვიყიდი. ეს 5 ღირებულება ვერ ვიყიდი. ეს 3 ღირებულება Master Burglary, რომელიც მეუბნება, რომ ერთი burglary-ო შენი ხელიდან გათრეშეო, ან დისკარტფაილიდანო და სამაგად 2 გავლენა გაქვს. ანუ burglary-ის უკეთესი ვარიანტია და თან უსარგებლო ბაკარატებს მათრეშიებს. ხოლო ეს მაინერი მაძლევს 2 პულს. მეორე კომპანიონის ყავს შენს ნათამაშებას ბარათებშიო, კარტი აიღეო. კომპანიონი წერია ხოლმე თვითონ ბარათებს, აი კომპანიონი ესეც და ესეც. ასევე მე შემიძლია თუ ამ ყოფნის ფული შევიძინო ამ 3 დასტიდან ერთ-ერთი, ესენი არის ერთ და იგივე ბარათების დასტა. მერცენარი მაძლევს 1 გავლენას და 2 ხმალს, ექსპლორერი მაძლევს 2 გავლენას და 1 ფეხს, ხოლო სეკრეტ ომი უბრალოდ 7 კულა და არაფერს არ მაძლევს. მაგრამ 7 კულა რა თქმა უნდა, ცუდი არ არის. მოკლედ ამ შემთხვევაში მე შევიძინე Master Burglary, შეძენებრივად რა თქმა უნდა წავიდა დისკარტში და ჩემთვის ბოლოს შეივსო ბარათები. როდესაც ბარათი შემოდის, პირველ ნახულობთ ახატია თუ არა მას დრაკონი. როგორც კი დავინახავთ დრაკონს, იწყება დრაკონის ფაზა. დრაკონის ფაზაზე ვიღებთ ყველა დაგროვებულ clanks, ყრით აბგაში, რომელშიც მანამდე ჩავყარეთ 25 შავი clank-ის კუბი და ვიღებთ იმდენ კუბს, რამდენ level-ზეც არის ამ შემთხვევაში დრაკონის სიბრაზე. ახლა ორში თამაშობთ უკვე 3 კუბი უნდა მოვიღოთ და ეს სიბრაზე ნელ-ნელა ადის ზევით, სხვადასხვა თამაშის ეფექტებიდან გამომდინარე, მაგალითად თითოეული მოთამაშის არტეფაქტის პოვნაზე ადის სიბრაზე ერთი ზევით, ასევე თუ დრაკონის კვერცხი ვიპოვეთ, აი ესეც კითხვის ნიშნებში დრაკონის სიბრაზე ავაზევით და სხვადასხვა რაღაცეები განსაზღვრავს მოკლედ დრაკონის სიბრაზე სასწვლას ზემოთკენ და ახლა ამ თვეში ვიღებთ 3-ს. ამოვიღეთ 3 ცალი. 3-ვე შავი ამოვიღეთ, შესაბამისად არაფერიც არ მოხდა და თამაში გაგრძელდება. მაგრამ მე რომ ამოვიღო ეს ნიშნავს იმას, რომ მე მომაგდა სიცოცხლე, ანუ ერთი მომაგდა და შესაბამისად ჩემი ნიშნული გადავიდოდა 1-ით ზემოთ. იდეაში აქ უნდა იყოს დადაგებული უკვე თავიდან ჩვენი ნიშნულები და როდესაც ამოვიღებ კუბებს, რამდენ კუბსაც ამოვიღებ, იმდენ სიცოცხლე დამაგდება. ესე მარტივი მექანიკაა, ანუ ჩვენ არ გვაწყობს რომ clank-ი გამოვწდეთ, იმიტომ რომ ჩვენი გადაგროვებული clank-ი ჩავარდება მერე აი ამ კისაში და მერე რამდენიც ამოვა იმის ხავით რამდენზე არის დრაკონის სიბრაზე, იმდენ სიცოცხლე დამაგდება. თუ ავედი 10-ზე, ეგრევე მოვკვდები. ასევე როგორც ხედავთ, ზოგიერთ ბარათს, ამ შემთხვევაში Diamonds კი 8 კულას გაძლევს, მაგრამ Acquire-ზე 2 clanks-ი იღებ. ანუ ეს Diamond-ი რო გლიჯეს რაღაციდან, ამ დილეგიდან, ბევრი ხმაურე, 2 clank-ი დაამატე, მაგრამ სამაგიეროდ 8 კულა გაქვს. ეხლა რა შეეხება სიმბოლოებს ბორდზე. ესეთი ნაბიჯები გვეუბნება, რომ იქ გავლა შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავხარჯავთ 2 ფეხის სიმბოლოს,
აი ამ სიმბოლოებზე საუბარი, ორი ფეხის სიმბოლო უნდა მქონდეს, რომ გავიარო, თუმცა რამდენი ფეხის სიმბოლოც მაქვს გენერირებული, იმდენი შემიძლია ვიარო და თითოეულ ოთახში მე შემიძლია გავაკეთო სხვადასხვა მოქმედებები. მაგრამ აი ესეც კრისტალურ გამოქვაბულებაში მე რო შევდივარ, იქიდან ვეღარ მოძრაობ ჩვეულებრივ, თუმცა არის ბარათები, რომლებიც მეუნება, რომ შეგიძლია იქ არ გაჩერდე, შეგიძლია გადატელეპორტირდე, მოკლედ სხვადასხვა რაღაცებს შეიძლება გააკეთო. თუ გზებზე მოცემული არის ესეთი ბოკლომიში, ანუ იმ კარებში მე ვერ გავალ, დაკეტილია ეს ჩემთვის და იმისთვის რომ მე შევძლო იქ გასვლა, ამისთვის მე უნდა ვიყიდო მარკეტში აი ესეთი გასაღები, რომელიც სულ 2-ია თამაში, ზოგადად ვინც დაასწრებს იმისი იქნება, პლუს და თქონდა 5 ქულა. მარკეტში რო ვიყიდო, მაგისთვის მე უნდა მოვიდე ამ 4-დან ერთ-ერთში უნდა ვიყო, გადავიხადო 7 ფული, თითოეული მათგანი 7 ფული ღირს და მე შემიძლია ავიღო ერთ-ერთი რომელიც მე მინდა. მოკლედ გასაღები მე მაძლევს საშუალებას რომ ბოკლომებში გავიარო, დამატებითი ზუგჩანთა მე მაძლევს საშუალებას რომ კიდე ერთი არტეფაქტი ავიღო და ესენი უბრალოდ დამატებითი ქულა არის. როდესაც მე გავივლი ხოლმე ესეთ ადგილზე, რამდენ ესეთ სიმბოლოს იქნება, იმდენ სიტყვას დამაკდება, თუ მე არ მაქვს თამაშები, ბარათები, რომელსაც აქვს დაგენერირებული ხმლები. თითოეული ესეთი სიმბოლო მე შემიძლია ავკვეთო, ასე ვთქვათ, ის მონსტრი მოკლა ერთი ხმლის სიმბოლოს გამოყენებით. აქ რო გავიარო, ეს ბარათი ჩემთვის იქნებოდა საკმარისი, რომ არ დაკლებოდა სიტყვას. მაგრამ ისედაც შეგიძლია გაიაროთ, უბრალოდ ორი სიტყვა დაგაგდებათ, უბრალოდ ამდენი სიმბოლოცა იმდენ სიტყვა დაგაგდებათ. არსებობს ბარათები მაგალითად აი ეს დრაგონშტაინი, რომელიც გვეუბნება, რომ danger აწერია და ეს გვეუბნება, რომ +1 კუბი უნდა მოვიღოთ დრაგონების შეტევის დროს, რაც მნიშვნელოვანია და ეს ბარათი სანამ იქნება ბარათების მარკეტში, მანამდე იმუშავებს ეს მისი ძალა. ზოგიერთი იქით კარგი არ გვეუბნება, რომ 3 დრაგონის კუბი ჩააბრუნეთ დასტაშიო. და მოკლედ ბევრი სხვადასხვანაირი ბარათი არსებობს ამ უზარმაზარ დასტაში. როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე მოახერხებს და დაბრუნდება უკან, ეს იქნება თავის ფეხი დაბრუნდება თუ მოკლავენ, ანუ სასახლისგარეთ აღმოჩნდება. პირველი მოთამაშე მხოლოდ შედის დგება ამ სიმბოლოზე და ყოველი მისი სვლის მოსვლისას ის აკეთებს დრაკონების შეტევას. დრაკონების შეტევას აკეთებს თავიდან რამდენი სიმბოლოს ხატია დრაკონის სიბრაზის ტრეკერზე იმდეს და მეორე გადადის შემდეგ სლოტზე და იმდენ ერთით მეტ კუბს იღებს თავის სვლაზე აკეთებს დრაკონების შეტევას, თავისთავად თავისი კუბები არაფერს ანიშნავს, მაგრამ სხვისი კუბები ჩვეულებრივ მუშაობს, თითქოს საკონ შეუტევიაო და როდესაც ის გადავა აქ, ყველა მოთამაშე, რომელიც შეკიდა სასახლეშია, მოკვდება. ისევ და ისევ, თუ თქვენ მოკვდით მიწის ზედაპირის ზევით, სოფლელები დაგაბრუნებენ სასახლეში, მოკლედ დაიჭერით და დაგაბრუნებენ სასახლეში უმნებლად, ხოლო თუ თქვენ მოკვდით ქვემოთ, თქვენი დაგროვებული ქულები ნულდება. ეგ არის სულ კლენკი, კლენკს აქვს ძალიან ბევრი ვარიაცია, კლენკი არის ძალიან პოპულარული თამაში და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დეკბილდერი. ამ თამაშს სხვა დეკბილდერებიდან გამოარჩევს ის, რომ მაღალია ძალიან ინტერაქცია მოთამაშეებს შორის, კონკრეტულად იმაზეა საუბარი, რომ მხოლოდ თქვენზე არ არის დამოკიდებული თამაშის დამთავრება, მაგალითად ჰანგერში აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული, მოცემული გაქვთ 15 ასე ვთქვათ რაუნდი და 15 რაუნდში შენ თუ დაბრუნდები უკან სასახლეში შენზეა ყველაფერი დამოკიდებული. ერთადერთი ინტერაქციის ვარიანტი ისაა, რომ მოთამაშეებს შეუძლიათ წინ გაწიონ ან უკან გაწიონ ერთით სხვა მოთამაშეები, მაგრამ კლანკში სხვა მოთამაშეებს ძალიან შეუძლიათ შეცვალონ თქვენი სტრატეგიები, კონკრეტულად იმით, რომ თქვათ კვერცხი აღმოაჩინონ, არტეფაქტი აიღონ, ერთი მერე მეორე და დრაკონის სიბრაზე ზევით აწიონ მაქსიმალურად, ანუ უცებ აი უნდა შებრუნდნენ და მერე მალე დაგამთავრებიონ თამაში, მოკლედ ძალიან ბევრი რამეთი შეუძლიათ მათ თქვენზე манипуლირება და ამ ასპექტით უფრო საინტერესო შეიძლება იყოს თქვენთვის კლანკის თამაში ვიდრე ჰანგერისა. თუმცა ჰანგერს ძალიან მაგარი არტი აქვს, ძალიან მაგარი თემა აქვს და იმას კიდევ უფრო სხვა მექანიკა აქვს და უფრო სხვა მუღამი აქვს. კიდე ერთი რამე, რაც უნდა მეთქვა, მე ვახსენე მონსტრების დამარცხება, მონსტრები არის ჩვეულებრივი ბარათები, რომლებიც შედის აი ამ ხსევით დასტაში და მათი ყიდვა ჩვეულებრივი არ შეგიძლიათ, მათი დამარცხება შეგიძლიათ, თუ თქვენ და თქმა უნდა დაგენერირებული გაქვთ ხმლის სიმბოლოები, გადააგდან დახარჯავთ ამას და ამარცხებთ ამას, ეს ბარათი გადავარდება და მიიღებთ დიფიცე შესაბამის ეფექტებს, რომელიც ახატია ამ ბარათებს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვენ სვლაზე და ნებისმიერი ოდენობის ხმლის გამოყენებით რამდენჯერაც გინდათ იმდენად დაამარცხოთ გობლინი, რომელიც მუდმივად არის ხელმისაწვდომი და ყოველ დამარცხებაზე მიიღოთ 1 ფული. სულ ეს იყო კლანკი. იმედია მოგეწონათ ვიდეო. თუ ასეა, გამოეწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ და კომენტარეს და ითამაშეთ მეტი ბორდ გეიმები.